ნინოც აქ ჯობია არ თქვა მე რომ გუნდს გულშემატკივრო მიუხედავად იმისა რომ აქ შეკრებილი ადამიანები ერთიანები არიან და ამჯერად ერთიანი პოზიცია აქვთ ალბათ ეს არის ერთადერთი დღე და ერთადერთი გამონაკლისი დღე როდესაც ისინი თანხმდებიან და უარს ამბობენ ივიწყებენ იმ ისტორიულ ბრძოლას რომელიც აქვთ მათ საფეხბურთო სფეროში მაშ ასე ჩვენ ვიმყოფებით ახლა უკვე რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივემართებით რეალ მადრიდისა და ბარსელონას გულშემატკივრებთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან პარლამენტის წინ ამ ორი დაპირისპირებული კლუბის გულშემატკივრები შეიკრიბნენ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან და ისინი დღეს ამბობენ რომ მთავარმა სურვილმა, მთავარმა მოთხოვნამ და მთავარმა მიზანმა, რაც არის საქართველოდან ოლიგარქიული რეჟიმის გასტუმრება ხელისუფლებიდან, გააერთიანა რეალისა და ბარსელონას გულშემატკივრები, დააყენა ერთ პოზიციაზე და დღეს გადაწყვიტეს მათ შეკრება და საკუთარი პოზიციის ასე დაფიქსირება. მივდივართ პარლამენტისკენ და სანამ მივუახლოვდებით პარლამენტს, გავესაუბრები მე მათ და უფრო კონკრეტულად გავიგებ რა აქვთ მათ სათქმელი. მოგესალმებით, თქვენ როგორც ხვდები ხართ ბარსელონას გულშემატკივარი და როგორ მოხდა ის რამ გადაგაწყვეტინათ რომ აი ეს ისტორიული ორთა ბრძოლა დღეს დაგევიწყებინა. დაგვაუწყეს ყველანაირი უთანხმოება, ყველანაირი გახეთქილება, დაგვაუწყეს ქართულმა ოცნებამ და მისმა ძირგანმოთხოვნმა პოლიტიკამ, რომელმაც ყველანაირი პერსპექტივა უკვე ევროპაში წასვლის საბოლოოდ დაგვიხშო. და ამიტომაც გამოვედით, გავერთიანდით, დავივიწყეთ ძველი მეტოქეობა და გავერთიანდით ევროპული მომავლისთვის. ეს ალბათ ძალიან მადლობა, ძალიან ნათელი მაგალითი არის იმის, რამდენად დიდი არის ადამიანების ერთობა და ეს არის რაღაცნაირად სიმბოლური მინიშნება საზოგადოებისადმი, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ყველა ადამიანი იდგეს ერთ მხარეს, ერთ პოზიციაზე, იმ პოზიციაზე, რასაც ქვია საქართველოს ევროპული მომავალი. გავესაუბროთ კიდევ აქ მყოფ ადამიანებს და გავიგოთ მათი პოზიციები. პირდაპირ ეთერში ვართ ჩვენ. მითხარით თქვენ ვის გულშემატკივრობთ? ბარსელონას გულშემატკივრობთ და გახართ რეალის გულშემატკივრებთან ერთად. რატომ მითხარით? იმიტომ რომ ამ ბრძოლაში რაც ახლა ჩვენ გვაქვს რუსულ რეჟიმთან ერთიანობა არის პირველ რიგში აუცილებელი და ჩვენ ამ აქციითაც რასაც დღეს ვაკეთეთ რომ ბარსელონას და მადრიდის რეალის გულშემატკივრები საერთო მსვლელობას ვაორგანიზებთ და საერთო მსვლელობით მივემართებით არის მაგის დასტური რომ ჩვენ ამით ერთიანობას ვაჩვენებთ საზოგადოებას რომ ანუ იმდენად ერთიანია საზოგადოება რომ ორი ისტორიულად დაპირისპირებული კლუბის გულშემატკივრები დღეს ერთად განან და ერთად ეუბნებიან რუსულ რეჟიმს რომ ის უნდა წავიდეს და დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა. ჩემს ოპერატორს ვთხოვ რომ მოდი დავაფიქსიროთ რამდენიმე ძალიან საინტერესო წარწერა რომელსაც ხედავთ გვაჩვენეთ რა წერია თუ შეიძლება ბატონო. You are more offside than მიატოვიჩი ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა გამოვლინდა უკვე. აგვიხსენით რას ნიშნავს ეს რისი თქმა გინდათ ალბათ ფეხბურთის გულშემატკივრები ჩემზე გაცილებით კარგად მიხვდებიან. შედავდნენ ბარსას და რეალის ფანები ყველა ამტკიცებს რომ მიატოვიჩი იყო თამაშგარე მდგომარეობაში 98-ის ფინალში და 2006-ში ეტოოში და დღეს მე მგონი ჩვენი ხელისუფლება უფრო არის თამაშგარე მდგომარეობაში ვიდრე ესენი იყვნენ თავის დროს. რატომ გახართ თქვენ აქ რა არის თქვენი მთავარი მოთხოვნა? გადავიდეთ პოლიტიკურ მოთხოვნებზე რა თქმა უნდა. პოლიტიკური მოთხოვნა ერთადერთი არის პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს ყველა დაკავებული. ეს პოლიტიკური მოთხოვნაც არ არის ადამიანური მოთხოვნა ელემენტარულად. ჩადარდეს ხელახალი არჩევნები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეს. ძალიან საინტერესო წარწერებით არიან ისინი წარმოდგენილები. ერთ-ერთს ხედავთ ჩვენ აქ თქვენს ჯალათებთან შედარებით პეპეც კი ანგელოზია. ასეთი წარწერით ხართ მოსული. განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს? რისი თქმა გინდა? ერთ-ერთი ყველაზე ესე რომ ვთქვათ პეპე იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთელებს ცელაოდა და აგრესიულიც მათ შორის რბილად რო ვთქვათ, მაგრამ პეპესთან შედარებით დღეს რასაც აკეთებს პოლიცია და პოლიციური ძალები საქართველოში, იმასთან შედარებით პეპე ნამდვილად ანგელოზია და ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოში პოლიციურ რეჟიმს, მთავრობას, რომელიც
რომელიც არის არალეგიტიმური და ვითხოვთ ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას, რომლებიც არიან უკანონოდ დაჭეrilები და იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დაპირისპირებული მხარეები ვართ ბარსელონას და რეალის, ეხლა შევიკრიბეთ, გავერთიანდით და ერთად ვითხოვთ გადადგომას ამ მთავრობის. დიდი მადლობა უსმენთ აქციის მონაწილეს ამ შემთხვევაში. ერთ-ერთი კლუბის გულშემატკივარს ძალიან ბევრი აქცია იმართება დღეს თბილისის მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისის რეგიონებშიც ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო დღების განმავლობაში ძალიან ბევრი საპროტესტო აქცია არის. ერთიანდებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და როგორც ხედავთ, ფეხბურთის გულშემატკივრებიც კი გააერთიანა ისეთი კლუბების, როგორც არის ბარსელონა და რეალი, ისეთი დაპირისპირებული კლუბების გულშემატკივარიც კი გააერთიანა ამ საერთო მოთხოვნამ. მოთხოვნებში კი რა საკვირველია, ყველა ეს ადამიანი უპირობოდ ამბობს, რომ აუცილებელია გათავისუფლდეს ის ასობით ადამიანი, რომელიც აქციების პერიოდში ძალადობრივმა რეჟიმმა დააპატიმრა უკანონოდ და ასევე აუცილებელია, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში, რომელიც უკვე ლეგიტიმურ ხელისუფლებას გამოავლენს და დაინიშნება ლეგიტიმური ხელისუფლება. გავესაუბროთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც აქციაზე იმყოფება. პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ არ გსურთ საუბარი. კარგით, მოდი ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც დაგველაპარაკება და გვეტყვის თავის მოთხოვნებს. აქ არიან სხვათა შორის უცხოური მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც აშუქებენ ამ მოვლენებს. მოდი ცოტა წინ წავიდეთ, ჩემ ოპერატორს ვთხოვ და გავესაუბროთ მაგალითად აი ბარსელონას გულშემატკივარს, რომელიც აქ არის. მოგესალმებით. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. საინტერესო არის თქვენი პოზიცია. ხვდები რომ ბარსელონას გულშემატკივარი ხართ. რამ გააერთიანათ დღეს ორი დაპირისპირებული კლუბის გულშემატკივრები? ნუ ეხლა წარმოიდგინეთ, ხო ჩვენ ხო ტრები ვართ ბარსა და რეალი, ნუ ეხლა სპორტულ მოედნებზე, მაგრამ მის გარეთ ჩვენ ვართ აი გაგვაერთიანა რა, იცი? გვინდა რომ ჩვენი სამშობლო საქართველო რა დღეშიც დღეს არის, ასე არ იყოს. გვინდა რომ ყველაფერი დაწყნარდეს, დაალაგდეს და ჩვენ გვინდა რომ პატარა მაგალითი მივცეთ სხვებს, აი ვიცი თქვა არაფერში ალევრება, რომ როგორ შეიძლება ორი მოსისხლე ტერი გაერთიანდეს, სპორტულად, ხო?